Super ძალა. როცა ხარ მარტო ხელადენა, მაგრამ მქონდა ცხოვრების ეტაპი, როცა მეცოდებოდა საკუთარ თავი. რა ასპექტში გეცოდება შენ თავი? რატომ დამემართა მე? პირველი შიში რაც შემოდის არის რომ თითქოს დასრულდა ჩემი ცხოვრება. და კი, ნამდვილად დასრულდა. იდეალური მშობელი იყო, არსად არის სწავლება. ახლა შემოდის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ერთადერთი რამ რაც შენ შულს ამ მდგომარეობაში ჭირდება არის ჯანსაღი და ბედნიერი დედა. ბედნიერი მშობელი არის ბედნიერი შვილი. თათუკა ჩაჩუა, ფსიქოთერაპევტი და სისტემური განლაგების ფასილიტატორი. მარტო ხელა დედა, რომელიც საკუთარ მოცემულობას ძალად აქცევს და სხვებსაც ასწავლის, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ თავს. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ტრანსფორმაცია, შინაგანი აღმოჩენების გზად აქცია და სხვებსაც ამ გზის გავლაში ეხმარება. შეიძლება არ ვსვათ კითხავს. მე რომ მეყვარს ადვილი კითხვები. რა განსთარი ქალისთვის, როდესაც არ წერია გრაფაში არაფერი? ჩემ ფავორიტი კითხვაა ხა ეს. ორი მშობლის ცალკე ცხოვრება ბევრად შვიდი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთ სივრცეში, მაგრამ ემოციურად ხელმიუწვდომელი იყოს მშობლები. რა ვერსიაც მომიყვანეთ საკუთარი თავი, აქამდე ეს ვერსია არის, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მაშინებს. რომელიც ძიებაშია, დასაწყისშია, ახლავს შეში. თუ გაჩერდი და მიხვდი, რომ აი აქ მისო დავამთავრე განვითარება, მან გონია რომ ვერაფერ დაეხმარა. ეხლა დრო არის გადავიდეთ ახალ ეტაპზე. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Omeri.